If little Mariam and her current self sat together to talk, they wouldn't believe each other. She became everything she was proud of. She is in a pleasant and unpleasant position to be a tough, loud, too much, overwhelming, emotional, and very strong woman. She is 25 and she already lived in 3 different countries, built 3 different lives, and started from the scratch 3 different times. Now is the time of the biggest breakthrough, moving in a totally new continent, not knowing a single person, and leaving everything she has built and loved. She is moving to Ghana. Yes, in Africa. Yes, the Mariami, who is afraid of drinking medicine to not have side effects. But when it comes to experiencing life, there is no way she will ever say no to such opportunity. We promised her that something huge was coming. So now, let's wait for the next episodes. What do you think, guys? Will she survive? Will she make one more wonderful life? Let's hear from her what really happened. უზომოდ მიყვარს ჩემი ცხოვრება და მართლა უზომოდ მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ კი იცით. ვიცხოვრე საქართველოში ორჯერ, ვიცხოვრე საბერძნეთში, საფრანგეთში და ახლა ვემზადები განაში გადასაცხოვრებლად. იმედია გამოვა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი შემთხვევება არის. ცხოვრებაში არ შევშინები ვარ, არცერთ გამოწვევს, რაც ეხებოდა განვითარებას, განათლებას, ცხოვრების გამოცდილებას, იმიტომ რომ გამოცდილებად ვუყურებ მე ამ ყველაფერს და შესაძლებლობად. შიშარა და ფრთხილი ყოველთვის ვიყავი და მეგონა რომ ეს პრობლემა იყო, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში არ გავხოვარ უკან არანაირ გამოწვევაზე და იმედია გასაუბრება მაქვს ხოლმე, ანუ 4 გასაუბრება მქონდა, ტექსტირება მქონდა და ძალიან მუდივარ ამ ხალხს და ძალიან მინდა მეც და იმედია გამოვა და თუ ყველაფერი გამოვიდა სექტემბრის მეორე კვირაში, 1 კვირით დუბაიში მივიდივარ onboarding-ზე და მერე 2 წლით განაში გავდივარ საცხოვრებლად. ამიტომ stay tuned. შენაძენი ლეგუჩი მოვედით მე და კამილა დასხებით შეშფოთებულ უყუროთ მე რაული და რობინი მოვლენ ალბათ და მე ნატენ შევჭამ და ეს მოყვარს სამხრეთ საფრანგეთში, რომ აი რომ მომიდება ქალაქიდან გასვლა, უბრალოდ შემრედავში ნებისმიერ ავტობუსზე და უბრალოდ გვერდ ქალაქში გადავდე. მე იმის გვერდით და ამ კვირის ბოლოს მივდივართ იმ კვირის ბოლოს ნისაში. მე შემეგობრები საფხულია ზღვარი მზიარი კლუბი წამია. Oh, but it's very beautiful.
What we are doing right now is that we are in this. Please show. გოგრებო, რაღაცა პაკისტანურში ვართ მოსულები, ინდურში, რაულა, კარლი, ჩინელა და უნდა ვჭამოთ რაღაცა ძალიან ისეთი სახიფათო, მაგრამ არა ძალიან მიყვარს ეს ადგილი და სამჯერ გავსინჯე და სამივეჯერ ცოცხალი გადაგვჭიდა. მეგობრებო, ლიბანური breakfast-ი from the Lebanese sharmutas here and one Togo guy sitting there. Bravo. Esem ვიდივართ. ესე გამოვიყურებ, როდესაც საბოლოოდ მივიღეთ სადღაც. თან კავით ვარ. მაგრამ აი ეს რესტორანის მარშრუტში საფრანგეთში ცხოვრობთ, მაგრამ მარშრუტში გასაგებებით. მეგობრებო, მივიდივართ ნიცაში, მოვიდებით ბიჭებს. რასაც სადგურზე რომ მოვედი, რას ავიღებდი, იმიტომ რომ მოგზაურობა გამახსენდა, რასაც წასვლა მოსვლა და შეიძლება უკვე შესაძლოა აქ აღარც ვიყო, ანუ დავასრულო ჩემი ფრანგული ცხოვრება. შეიძლება არა, საპირისპიროდ, მაგრამ ნახოთ რა იქნება და რა გადაწყვეტილებას მივიღებ. განა, თბილისი თუ მარსელი. დილის 8 საათია. ზღვაზე ვარ გამოსული სარბენად და დიდი ალბათობით ამ კვირაში მივიღებ დასტურს განაში relocation-ზე, მეც დავადასტურებ რა თქმა უნდა ჩემი მხრიდან და რასაინდ მემშრალობები ამ აქ აშენებულ ცხოვრებას, რომელიც მართლა უმაგრესი გამომიდა. მე თან ვერ ავხწერ, იმიტომ რომ მე ხო ვერ განახებთ, ან ვერ გადმოვცემი დეტალებს იმ ჩემი ურთიერთობების, რაც აქ მქონდა მაგალითად. და ეს ურთიერთობები რეალურად განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების ხარისხს. ნეტვორკს რაც ამბობენ და ვიღაცები რაც ნადავლდებოდ უყურებენ, ალბათ მაგაში მიმართებს ცხოვრებაში, რომ თავის დაუნებურად ისეთ მაგარ ურთიერთობებს ვამყარებ, რომ აი ჩემი ნეტვორკი გამოდის და ჩემი ნაცნობები გამოდიან და ერთ-ერთი რასაც ანუ წყდება გული ძალიან აქედან რომ მივდივარ, რასნაირი უმაგრესი ცხოვრება გამომიყვანე და გამომივიდა. მაგრამ უზომო დიდი ენერგია მაქვს, რომ განაში გადავიდე და დავამტკიცო და ზუსტად ვიცი რაღაც გავაკეთებ იქ და ზუსტად ვიცი რა ესაც მოვახდენ და დავატრიალებ. უმაგრესი შენსა შესაძლებლობა არის და ვიცი რომ არ გავჩერდები და არ შევჩერდები და საწამოყვანს ცხოვრება არ ვიცი, ერთ-ერთი ის ვიცი რომ სანამ ცოცხალი ვარ საინტერესო უნდა იყოს. ახოთ. მეგობრებო, ტულონში ვიდივართ, ესე გამომეყურები. კლემონის ბავშვს საჩუქარი ვუყიდეთ და მეორე პატარას, რომელიც უკვე დღე-დღეს უნდა დაიბადოს, მაგასაც ვუყიდეთ და რაულს მოაქვს. და ერთი სული მაქვს, მეტყვი რომ მე რაული და კლემონი ვიყავით, აი საუკეთესო, აი სამეგობრო რომ ვიყავით განსხვავებული და განსაკუთრებული და კლემონმა დაგვაპატიჟა მაგის სახლში, რომ ანუ დღეს დავრჩეს და ანუ ორი დღე მანდ ვიყოთ და მოკლედ მთელი გეგმა დაგვიწერა. ისეც არ ვიხარ, იმიტომ რომ აღარ ვიცი როდის ვახარ, იმიტომ რომ მისიაზე მიდის და როდის მეც თუ განაში წავედი, დღეს და ხოლმე ვუდები პასუხს. ამიტომაც სად მიგვიყვანს ცხოვრება აღარ ვიცით და შესაბამისად უნდა ეს დავამშვიდობთ ერთმანეთს. მეგობრებო, მოვედი ტულონში კლემონთან. მეგობრებო, კლემონთან ვიყავი, როდესაც დამირეკეს და ოფიციალური ოფერი დამიდეს. ჩვენი კლემონი ახლა იმზადება და საჭროს გვიტებს და I'm vlogging. Vlogging? Yes. Nice. Congratulations, Mayam. Thank you. I'm not adventurous like you, but I cannot be on your level, but I'm going to Ghana. The first African Georgian girl. Yeah.
მეგობრებო, ეს სამი ადამიანი აქ ყოფნისას ისე დამიდგა გოშ და ისე დამიხმარა, ან რა ვიცი, ძმები არ ვიცი რა მართლა ძმობა გამიწეს, იმიტომ რომ ერთი მეხმარება რაღაცების გარკვევაში, მეორე ეხლა მაგალითად ერთი ღამით ვორქშოპი, იმიტომ რომ თავსავალ ოთახი და მეორე დილითარი ფრენა, რა თქმა უნდა სახლში მიტოვებენ, რა თქმა უნდა არასდროს არ დამტოვებენ, მარტო ყოფაში მეხმარებიან იქ წამყვებიან, ანუ ფული მჭირდებოდა, ეხლა რაღაც კარტაზე არ მქონდა და ეგრევე ჩამირიცხეს. ყველაფერი გამიყვეს განაზრაც მჭირდებოდა, აი ყველანაირად მასაპორტებენ, მართლა არ ვიცი რა დამიმსახურა უბრალოდ რა. ძალიან მიხარია და ძალიან მიხვლიანი ვარ. ეკლიპსის საყურებლად მივივართ. საშნელი საცობია. და რანაირად დამთხოვა ჩემი ბოლო დღე იხურება ასე, მთელი ციკლი, ფრანგული დაიხურა ასე და ეკლიპსს უნდა ვუყუროთ. რაღაცნაირად ძალიან მელანქოლიური ვარ, მაგრამ ძალიან სავსე და ძალიან ბედნიერია ამავდროულად. და არ ვიცი რა ვიგრძნოს იმართება თქვა. This girl over here feels life in a different way. She thinks that life is something that should be lived and that there is no particular end game. If the goals were the important, they wouldn't have changed along the way. She measures the quality of life through quality of relationships, and wherever she goes, she finds the best people. This past year was a destruction and a construction of a Mariam who knew who she was, and whatever she believed it firmly. She has changed. She can sense that because she has learnt to feel the whole range of emotions. It was one of the most challenging years. She was eye to eye with her biggest fear. And you know what? She survived. She enjoys this journey of building herself. And it's fascinating how each puzzle is a piece of somebody else. There is anger, guilt, gratitude, and happiness all at the same time. She gave me a secret the other day. She said, "I am so grateful of my life that I have never ever wished for being anybody else or having anyone's life." And I thought, what an achievement, isn't it?